გამარჯობა. ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ გამოვაცალკევოთ ძაფის სწორად ხეზე ქარგვის შემთხვევაში. როგორც ინსტრუქციაში გვიწერია, უნდა გამოვაცალკევოთ 3 წვერი ძაფი, შემდგომ გადავკეცოთ შუაზე და ორივე ბოლტი გავატაროთ ნემსში. შესაბამისად, უყურეთ, აქ არის ნაჩვენები, როგორი ფორმის ძაფს მივიღებთ საბოლოოდ, სადაც ერთი მხარე არის უწყვეტი, ხოლო მეორე მხარეს არის ორი წყვეტილი დაბოლოება. მოდით ახლა ნახოთ ეს როგორ ხდება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მთლიანი ძაფი უნდა გავხსნათ. აქ არის ნემსიც და აქ არის მოცემული ორივე ფერის ძაფი. მოდით ჩვენ ავიღოთ ვარდისფერი, ამ შემთხვევაში, რადგან ვარდისფრით ვიწყებთ ქარგვას. თითოეულ ძაფში, აქ უკვე განცალკევებულად რაც არის 6 წვერი ძაფი. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ 3. შესაბამისად, უნდა ავიღოთ ერთ-ერთი მათგანი, უნდა გამოვაცალკევოთ სხვებისგან. და შემდგომ ეს ერთი 6 წვერიანი ძაფიც გავყოთ შუაზე, ანუ 3 ერთ მხარეს უნდა დაგვრჩეს, 3 მეორე მხარეს. როგორც ხედავთ, 3 ერთ მხარეს, 3 წვერი მეორე მხარეს. და ესე ძალიან მარტივად, ესე გამოვაცალკევებთ ჩვენს ძაფს. მე გირჩევთ, რომ ის ძაფი, რომლითაც აღარ მოკარგავთ, აუცილებლად შეაბათ ისევ ძაფის შესაბმელს, რათა ორგანიზებულად იყოს ძაფები, ერთმანეთში არ აიხლართოს, არ აირიოს და ბევრი ფერით ქარგვის შემთხვევაში, ერთმანეთში ფერები არ აირიოს, თუ კი იდენტური ფერებიც გვექნება. ასე მარტივად შევაბამთ ძაფებს და დავიწყებთ უშუალოდ ქარგვის პროცესს. აბა შენიცი. კარგი.